რუბრიკაში პორტრეტი გაგაცნობთ გუდაუთის მკვიდრს, კომპოზიტორსა და მომღერალს ტარიელ მაისურაძეს. გაფრინდიშავო მერცხალო მე ვარ ტარიელ მაისურაძე, დაბადებული და გაზრდილი აფხაზეთში, ქალაქ გუდაუთში. პროფესიით ვარ მომღერალი, კომპოზიტორი, კინომსახიობი, მოღვაწეობ ბელორუსიაში. გუდაუთში ერთ ეზოში ქონდა რუსული, აფხაზური და ქართული სკოლები, ორი სკოლა იყო. მეგობრობდით, თამაშობდით, ფეხბურთი, კალათბურთი, ფრენბურთი, საღამოებსაც ვაწყობდით. კარგი დრო იყო ძალიან, მეგობრობა იყო, ესე იგი მე დღემდე მაქვს ეს მეგობრობა. დასარტყამ ინსტრუმენტებზე ვუკრავდი მესამე კლასიდან. ჩემს ძმებთან ერთად დავდიოდი კონცერტებზე, ქორწილებშიც დავდიოდით. მერვე კლასში გადავედი ელექტროფორტეპიანოზე. როდესაც მუშაობდი გუდაუთის ვოკალურ საესტრადო ანსამბლში მზიმთაში, იქაც ძალიან მეგობრული კოლექტივი იყო. აფხაზურ ენაზეც იყო სიმღერები, კონცერტები, დავდიოდით აფხაზურ სოფლებში, ღეროდით, უკრავდით. მე დღემდე მახსოვს, როგორ მოდიოდა ხალხი, როგორ უსმენდა ამ სიმღერებს, რომ გამოაცხადებდნენ, რომ ეს არისო, მე მაშინ ტატოს მიძახდნენ სცენაზეც, ტატო მაისურაძე, ქართველი ეს და ტაშს უკრავდა ხალხი, ეს ქართველიო მოვიდაო და აფხაზურ სიმღერებს უკრავსო და ვღერისო. გაფრინდიშავო მერცხალო შემდეგ წავედი ჯარში, მინსკში. თავისუფალ დროს ჩვენ ჯარისკაცები ვიკრიბებოდით კლუბში და იყო იქ ჯგუფი კრილა, მთები. განთქმული კოლექტივი არის მინსკში, იციან დღემდე და იქ დავიწყე პირველად რუსულ ენაზე სიმღერა. В чем моя вина? Знаешь ты одна, прав я или нет тебе решать. Только не спеши музыку души. 90-ში ჩავაბარე უნივერსიტეტში, მინსკის უნივერსიტეტში და გავაგრძელე იქ სწავლა. რა თქმა უნდა, იქ დავრჩი სასწავლებლად და შემდეგ ჩამოვდიოდი აფხაზეთში სახლში, ჩემს მშობლებთან, ძმებთან, მეუღლესთან ერთად და მის მშობლებთან ერთად დასასვენებლად. 92-ში რომ ვისვენებდით, დაიწყო ომი. ჩამოიარა დიდმა მანქანამ, სადაც იყვნენ შეიარაღებული ხალხი, ჩაიარეს ჩვენ სახლებთან, იყო სროლა, ხალხი გამოვარდა, რა ხდება, იმიტომ რომ ბავშვები, სტუმრები, ყველა სახლში არიან. ეს მანქანიდან ისვრიან სახლებში ტყვიას, მე მოვიდნენ ჩვენ სახლთანაც, მანქანები წაგვართვეს, მეზობლებიც გამოვიდნენ, აფხაზი მეზობლებიც გამოვიდნენ, ჩემი ნათლია, აფხაზი ქალი, მაია ტარნავა, გამომექომაგა, მაგრამ იმ ქალს უთხრეს, რომ შენი საქმე არ არისო და ამ საქმეში ნუ ჩაერევიო. ფეხებშიც დაუშინეს კიდევ აფხაზებს. შეაშინეს ძალიან. ასეთი დრო იყო მაშინ. გადმოვფრინდით ჩვენ არმავირში, არმავირიდან ჩავეყვანეს სტუმრებიც და მეუღლეც მინსკში. მშობლები დარჩნენ, რომ ჩვენო მოხუცებს არ მოკიდებენო ხელს. და ასე დაიწყო ომი ჩემთვის. შემდეგ 93-ში მე ჩამოვფრინდი სოხუმში, ძმა უკვე დაღუპული იყო. და 93-შიც მოლაპარაკებები იყო სამშვიდობო ვითომ რაღაცა ასე და მე დავბრუნდი მინსკში, გავაგრძელე სწავლა და ამის შემდეგ სოხუმი გახდა ოკუპირებული. Time to say goodbye.
რაც შეეხება ბელორუსიას, გახდა როგორც ჩემი მეორე სამშობლო, იმიტომ რომ თითქმის 24 წელიწადი ვცხოვრობ იქ, ჩამოვყალიბდი როგორც პროფესიონალი, როგორც მომღერალი, როგორც კომპოზიტორი, როგორც მამა. დასაწყისში 93 წელს, როცა ყველგან ინგრეოდა საბჭოთა კავშირის ქვეყნები ცალ-ცალკე გამოდიოდნენ, როცა ფესტივალზე გავდიოდი, მითხრეს რომ მაისურაძეო გვარიო ალბათო არ გაჟღერდებაო ფესტივალზეო და უნდა აიღო რაღაც ფსევდონიმიო, იმიტომ რომ ბელორუსიას წარმოადგენდა ახლა მაისურაძე არ გაჟღერდებაო. ძალიან ვიუკადრისე. ვლადიმერ მულიავინმა პესნიარების ხელმძღვანელი რო იყო, იმან დამიცა და მითხრა რომ რას გადაეკიდე თუ ამ ადამიანს. მეც ჩამოსული ვარ ურალიდანო, მე რუსი ვარო, მაგრამ ბელორუსიაში მოღვაწემ და ბელორუსული სიმღერების ღერი ვარო და შეეშვი თუ ამ ადამიანსო და კარგიო და აი ესე მაისურაძეც წამოვედი. სლავიანსკი ბაზარი არის ფესტივალი, როგორც ბელარუსიის წარმომადგენელი, ბელარუსიულ ენაზე წარმოვადგენდი ბელარუსიის სახელმწიფოს, რადგან იქ სწავლობდი და იქ ვიყავი. ასეთი სახელგანთქმული ბელარუსული კოლექტივი იყო პესნიარი, იმის ხელმძღვანელობა. ხელი შემიწყო იმაში, რომ მე წარმომედგინა ჩემი თავი და ბელარუსიაც ამ ფესტივალზე. აქ შემამჩნია დირიჟორმა ფინბერგი არის მიხაელ ფინბერგი, ბელარუსის სიმფონიური ორკესტრის დირიჟორი და შემდეგ მან მომიწვია თავის ორკესტრში სამუშაოდ. და 94 წლიდან მე ჯერ კიდევ ვიყავი სტუდენტი, დავიწყე ამ კოლექტივში მუშაობა. პარალელურად მქონდა გასტროლები, მუშაობდი რადიო სფეროშიც, წამყვანათაც მუშაობდი, მენეჯერათაც მუშაობდი, რადიო მენეჯერათაც, ხელმძღვანელობდი რადიოს, ტელეწამყვანათაც мушаობდი, кино გადაღებები, сериалები. Cold coffee пробовали? Нет, еще нет. Зря. Никто, кроме Лерочки, его так готовить не умеет. Да что вы говорите? А вообще она у нас талант. შემდეგ გავხდი ლაურეატი ბელარუსიის რესპუბლიკური ფესტივალის მალადიეჩნა. ეს არის ბელარუსის პოეზიისა და მუსიკის ფესტივალი. რა თქმა უნდა, ბელარუსულ ენაზე. და ჩემი ის სიმღერა დღესაც ჟღერს და პოპულარული არის და ამერიკაში ჟღერიან ბელარუსები და ჩაწერილებიც აქვთ. ქვია ნელუდიმая. Розные мы, быцем полночи полдень. Я вольный ветер, а ты тишиня. პოლონეთში ზლოტავში ავიღე გრან-პრი როგორც მომღერალმა. იქაც ჩემი სიმღერები მიმღერე ბელარუსულ ენაზე. შემდეგ ბელარუსის პრეზიდენტის ორკესტრთან ერთად შევატარე ჩემი პირველი სოლო კონცერტი რესპუბლიკის მთავარ დარბაზში, სადაც იყო ყველაზე წარჩინებული მომღერლების სტუმრად და მე ვთვლი რომ ეს არის მიღწევა. ჩემს კონცერტებზე მოდიან აფხაზი მაყურებლებიც. მე რა თქმა უნდა მაქვს აფხაზური სიმღერაც, რომელსაც ვასრულებ ჩემ სტილში, ჩემი ბენდი ასრულებს. მეგობრობთ აფხაზებთან, ჩვენ ნოსტალგია გვაქვს, ჩვენ გვინდა ერთად ისევ გქონდეს კარგი ურთიერთობა, კარგი დამოკიდებულება. დღესაც მოყავთ აფხაზი გოგოებიც და ოჯახებს ქმნიან და ჩვენ უნდა განვაახლოთ ურთიერთობა. იმიტომ რომ ერთი ხალხი ვართ, ერთი კულტურა გვაქვს, ერთმანეთში ვართ გადაბმულები, აი ზოგი ოჯახები. რაც მოხდა ორივე მხრიდან ძალიან ცუდია. ვინ იყო დამნაშავე, რატომ მოხდა ასე? კი, რა თქმა უნდა, ესიც გამოსაძიებელია, რომ მეორედ არ გამეორდეს, მხოლოდ იმისთვის. მაგრამ საუბარი არის დასაწყები. იმათაც ბევრი უბედურება ნახეს, ჩვენი მხრიდანაც მეც დამეღუპა ძმა, მეგობრები, თანაკლასელები. ჩამოვედი და გავაჟღერე ჩემი ოცნება, რომ საქართველოში უფრო მეტი დრო მქონდეს შემოქმედების, საშუალება რომ მქონდეს უფრო მეტი, მინდა გავაკეთო
ჩემი საკეთებელი პარალელურად შემომთავაზეს გავერთიანდე საზოგადოებაში გუდაუთელები. შევიკრიბეთ მიზანი რა იყო? საზოგადოებამ მოვნახოთ ისეთი კავშირები, რომ დავამყაროთ უფრო მშვიდობიანი საუბარი ჩვენს აფხაზებთან. ჩვენს აფხაზები, ჩვენს ქართველები ჩვენს აფხაზებს გვიძახიან. საზოგადოებას უნდა მეც მომეხმაროს ჩემ კონცერტის ჩატარებაში და რა თქმა უნდა სახელმწიფოსაც მივმართავთ, რომ დაგვეხმაროს, რითაც შეუძლია. კონცერტს გეგმავ ნოემბრის თვეში ფილარმონიაში, მექნება რამოდენიმე სიმღერა ქართული, აგრეთვე ჩამოვლენ ჩემი მეგობრები აფხაზეთიდან, აფხაზი მომღერლები, ჩამოვლენ ბელორუსიიდან ცნობილი მომღერლები, რუსეთიდან ჩამოვლენ და მოლაპარაკება მაქვს ოს მომღერალთან. სურვილი გამოთქვა, რომ ჩამოვიდეს და ჩვენს კონცერტში მიიღოს მონაწილეობა, რომ თქვას თავისი სათქმელი, ტკბილი, თბილი სიტყვები, იმღეროს სიმღერა რუსულ ენაზე. ჩვენ ვატარებთ კონცერტს, სადაც ერთ კონცერტში გაჟღერდება ცნობილი სიმღერები თავის ენაზე, თბილისის სცენაზე, ჩემს კონცერტში და იტყვიან თბილ და კარგ სიტყვებს, რომ ჩვენ კიდევ ერთხელ გამოვხატოთ ერთმანეთის სიყვარული და სურვილი, რომ უფრო გავაძლიეროთ ეს კავშირი, ვისაც ექნება სურვილი მოვიდეს კონცერტზე, ვიმღეროთ აფხაზურ ენაზეც, ქართულ ენაზეც, ინგლისურ ენაზეც, რუსულ ენაზეც და საერთოდ შემოქმედება ეკუთვნის ყველას. მოდი ჩვენ ისე გავაკეთოთ, რომ ერთმანეთიც გვიყვარდეს და შეხვედრისას ხელით შემოვხვიოთ ერთმანეთს. Lamas gogos kocna michwars Tuali shabachume bavoda Lamas gogos kocna michwars Tuali shabachume bavoda Shemot gomarom dadgeba Shashvitsqebs galopaso Gatsirom gagaribdeba Tsols daudzeb jauropaso da Gatsirom gagaribdeba